რაც შეეხება ჩვენს პირველ თემას, რაზეც გვინდა ვისაუბროთ, ეს არის კლიმატური პირობები, რომელმაც და კლიმატურმა პირობებმა და სხვა ბუნებრივმა ფაქტორებმა, ასევე ტყეზე უკანონო ზეწოლამ, ადამიანების უხეშმა ჩარევამ საქართველოს ტყის საფარი განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა, კლიმატურ პირობებს კი ადამიანთა უხეში ჩარევაც ემატება, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო ფაქტია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი იწყებს საინფორმაციო კამპანიას ტყის ბუნებრივი სიმდიდრის გაფრთხილების შესახებ. კამპანიის მიზანია ტყეების ეკოსისტემური სერვისების, მათი მოვლის დაცვისა და დაზიანების, მაგალითად უკანონო სარგებლობა ტყის ხანძრები და ასე შემდეგ, პრევენციის შესახებ, ასევე მოსახლეობის როლის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერებასა და ცოდნის დონის ამაღლება, რაც ხელს უწყობს ტყეების ეფექტიან მართვას და მათგან მაქსიმალური ეკოლოგიური, ეკონომიკური თუ სოციალური სარგებლის მიღებას. და ჩვენი სტუმარია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, რომელიც ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს. მოგესალმებით. მოგესალმებით. შეუნახეთ შვილებსა. მოგესალმებით მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა რომ ჩვენთან. ნიკა საახალწლო გადაცემიდან არის გადმოსული და გადმოუყვა ის აუდიო. კი ბატონო, ბატონო ნათია, საინტერესოა რამ განაპირობა აი ამ საინფორმაციო კამპანიის წამოწყება, რაზეც ჩვენ შესავალში გავაკეთეთ აქცენტი და რა იქნება მისი პრიორიტეტი, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ზოგადად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში პირველ წყაროდან მიეწოდებოდეს ინფორმაცია იმ საქმიანობის შესახებ, რასაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩვენ ეროვნული სატყეო სააგენტო ვახორციელებთ, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოებას ძალიან კარგად მოეხსენება ტყეების მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას, თუმცა ჩვენი მიზანია ერთის მხრივ შემეცნებით ნაწილში, ასევე საინფორმაციო ნაწილში, მათ შორის გამაფრთხილებელ ნაწილშიც კი შევაჩეროთ ხოლმე მათი ყურადღება იმისთვის, რომ გავზარდოთ დაინტერესება და ჩართულობაც, რადგან ეს გახლავთ სექტორი, სადაც საზოგადოების აქტიური ჩართულობის, მათი მხარდაჭერის გარეშე იმ საუკეთესო შედეგებს ვერ მივაღწევთ, რაც ჩვენ გვსურს. სწორედ ამიტომ კონკრეტულად ამ კამპანიის მიზანი, როგორც მრავალი სხვა კამპანიისა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ხოლმე, ეს არის თქვენ შესავალ სიტყვაში ძალიან კარგად ახსენეთ, ჩვენ გვიწევს საკმაოდ გამოწვევების პერიოდში ცხოვრება, ეს გამოწვევები პირდაპირ აისახება იმ ბუნებრივ რესურსებს, რომელიც ჩვენს ჯანსაღ გარემოს და ჯანსაღ მომავალს განაპირობებს და აქვე აუცილებლად უნდა დავსწინოს სხვათა შორის და ვისარგებლო შემთხვევითაც და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა ჟურნალისტს თქვენს, რადგან მუდმივად ინტერესდებით ამ თემაზე და ხართ საშუალება რომ კიდევ ერთხელ მივაწვინოთ ხოლმე ჩვენს მოსახლეობას ჩვენი ხმა და ამ ყველაფერმა თუნდაც უკანასკნელ წლებში საკმაოდ დადებითი შედეგებიც კი მოიტანა. მაღალია საზოგადოების ინტერესი თუ შევადარებთ თუნდაც ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებსაც კი და უფრო აქტიურია ჩვენი მოსახლეობა იმისთვის, რომ გახდეს ტყის გულშემატკივარი, მხარდამჭერი და დამცველი. ნამდვილად, როგორც ვიცით, 2025 წლის მაისში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით. როგორ გამკაცდა და რა ცვლილებები შევიდა, რომ ამაზე ვისაუბროთ უფრო დეტალურად? დიახ, თქვენც აღნიშნეთ, რომ ჩვენი ტყეების დეგრადაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სამწუხაროდ კვლავ რჩება ადამიანი და სამწუხაროდ უკანონო ჭრა ჯერ კიდევ გვჩება გამოწვევად ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თვითმიზანი ვინმეს დასჯა არ წარმოადგენს, ამ მკაცრი მიდგომის გარეშე ნამდვილად არაფერი არ გამოდის. არაერთ გზის გამკაცრდა კანონმდებლობა ბოლო პერიოდში, თქვენ სწორი ბრძანდებით, ბოლოს ეს 2025 წლის მაისის თვეში მოხდა და მარტივად რომ გითხრათ, თუ აქამდე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება შესაბამისი საბუთების გარეშე და უკანონო დამზადება მოჭრა გახდათ 2000-დან განმეორების შემთხვევაში 5000 ლარამდე, ახლა განმეორებითი შემთხვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ფასდება. ქალბატონო, საინტერესოა როგორია სტატისტიკა, რამდენად ხშირი არის ხე-ტყის უკანონო ჭრა, ვთქვათ ბოლო 1 წლის მანძილზე. დასაწყისში რომ დღეს მაინც პრობლემად და გამოწვევად რჩება ეს საკითხი. დასაწყისში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ხრივაც მდგომარეობა გაუმჯობესებელია, თუმცა რადგან დღესაც თუნდაც საქმყოფები იმის დასტურია, რომ ჯერ კიდევ გამოწვევა. ბოლო წლის განმავლობაში 600-მდე ფაქტია ჩვენი თანამშრომლობის მიერ გამოვლენილი, მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ თუნდაც მხოლოდ ნოემბრის
ნოემბრის თვეში 70-მდე კანონდარღვევის ფაქტი იყო და აქედან დიდი წილი მოდის უკანონო ხეტყის ჭრაზე 70-დან 66 ფაქტი გახდათ ასეთი ბოლოთვის მონაცემებით. თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივად მუშაობით იმ მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებით, რასაც ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად იყენებს როგორც ეროვნული სატყეო სააგენტო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებები, გულისხმობ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რადგან საბედნიერო დღეს უკვე გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ყველა ასეთი ფაქტის გამოვლენა. მათ შორის დრონების საშუალებით იქნება ეს დრონები, ფოტოხაფანგები თუ ასე შემდეგ, ჩვენ ამას უკვე წარმატებით ვიყენებთ. დაგეგმილია კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი, ასე ვთქვათ, გადაიარაღება ტექნოლოგიური აღჭურვილობის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აი ამ სანქციების გამოყენება უფრო და უფრო ნაკლებად მოგვიწევს. აი საინფორმაციო კამპანია რამდენად მნიშვნელოვანია, აი ერთი საინტერესო სტატისტიკა მინდა მოვიყვანო, ხო, რომ დიდ ქალაქებში ბაქტერიები, ხო, არის 50-60,000-მდე და ტყეში არის 200-300. რამხელა სხვაობა, აი საინფორმაციო კამპანია როგორ ვითარდება, აი ჩემამდე მაგალითად ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. აი ეს ინფორმაცია ჩემი აზრით ბავშვობიდანვე, სკოლის ასაკიდანვე უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რამხელა სხვაობაა ტყესა და ქალაქ შორის. აი ეს კამპანიები თუ იგეგმება ამ წლის განმავლობაში და როგორც ვიცით, სატყეო სააგენტოც ჩართული არის აქტიურად ამ მიმართულებით, თუნდაც აი ნიკა როგორც აღნიშნე, ადრეული ასაკიდან ინფორმაციის ამაღლების, დაცნობიერების ამაღლების კუთხით და აი ამ მიმართულებით როგორ მუშაობს თქვენი სააგენტო. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას წარმოდგენა შეექმნას, რომ საინფორმაციო კამპანია მხოლოდ ასეთ მოწოდებით განცხადებებს მოიცავს და იმის იქით არა, ეს ნამდვილად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, სამწუხაროდ ადამიანების ქცევისა და ჩვევის შეცვლა საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება ხოლმე, თუმცა ძალიან სწორად აღნიშნეთ ძირითადი სამიზნე ჯგუფი, ეს გახავთ ბავშვები. ბავშვებთან მუშაობა, შემეცნებითი გაკვეთილები თუ გარემოს დაცვითი თემატიკის, მათ შორის ტყეზე აქცენტით ეს იქნება ეკოსემინარები, საინფორმაციო შეხვედრები თუ ასე შემდეგ, ამას ეროვნული სატყეო სააგენტოც ახორციელებს და მომავალში ძრა საკვირველია მუდმივად დევს ჩვენ დღის წესრიგში. არა მხოლოდ ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, მოსახლეობა, მე კი ვახსენე, რომ სოფლის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, თქვათ, მის მიმდებარე ტყეში რა ხდება, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხოლმე ალბათ ყოველდღიურ რუტინაში, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რესურსის სარგებელი მივიღოთ შეშის თუ მასალის სახით, ხო, არამედ დაცულნი ვიყოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო იყოს დაცული და უბრალოდ ვისუნთქოთ ყველაფერს, რომ დავითავანებოთ. ხალბატონათია, ახლოვდება ახალი წელი, პატარა შესავალი მინდა გავაკეთო, ქართული ბიომრავალფეროვნება ტყის ნამდვილად უნიკალურია და მათ შორის უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ შეიძლება არ იცოდეს ჩვენი მაყურებლების უმრავლესობამ, რომ ევროპა ქართული ნაძვის ხით ხვდება ახალ წელს. ხო, ასე არის ხალხი და მინდა გითხრათ აი ამ ამაზეც რომ გითხრათ კონკრეტულად რომელი სახეობა არის ის რომელიც გადის ევროპაში და უკვე რამდენიმე 10 წლეულია რაც ეს ტრადიცია გრძელდება სწორედ ასე რომ ევროპა ხვდება ქართული ნაძვის ხით ახალ წელს და აი ამ მიმართულებით თუ აპირებს თქვენი სააგენტო და სამინისტრო კამპანიის დაწყებას ისევ იმიტომ რომ ვიცით ახალ წლამდე ის ასე არის ხოლმე და რა ფორმით იქნება ეს კამპანია საინფორმაციო. კი, ძალიან კარგი კითხვა და შენიშვნა ნამდვილად ჩვენი სოჭი, რომელიც გახავთ ჩვენი ტყეების ერთ-ერთი ესეთი თვალსაჩინო წარმოადგენელი ენდემი, კავკასიური სოჭი, ასეთია მისი დასახელება და სხვა შორის აქ ერთი საინტერესო ფაქტი, ჩვენ რომ ნაძვის ხე გონია, ის სინამდვილეში გახავთ სოჭი და არა ნაძვის სახეობით. სოჭი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ახალწლ ნაძვის ხეებად ვიყენებთ ხოლმე ძალიან ლამაზი ვარჯით, ფუმფულა ესეთი ლამაზი ტოტებით და წლებია აბიეს ნორდმანიანა გახავთ ლათინური დასახელება, კავკასიური სოჭის თესლის ექსპორტი ხორციელდება ძირითადად ევროპაში და იქ უკვე იქ გამოყვანილი ამ სპეციალურად საახალწლ ნაძვის ხეების პლანტაციებში გამოყვანილი ნაძვის ხეებით ნამდვილად ევროპა ხვდება ახალ წელს. რაც შეეხება კამპანიას და ნაძვის მოჭრას, დიახ, ჩვენ წლების განმავლობაში ყოველა წინა საახალწლოდ გვიწევს მოსახლეობას შევახსენოთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ ასეთი
პლანტაციაში გამოყვანილი ნაძვის ხეები, თუ ბუნებრივი ნაძვის ხე გვინდა რომ მოვრთოთ საახალწლოდ, ეს ძალიან მალე დაიწყება ეს კამპანიაც და შევახსენებთ იმ აკრძალვებსა და იმ შესაძლებლობებსაც, რაც შეიძლება მოიპოვონ ასეთი სახის ნაძვის ხე, ან რა არ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ გამოვიყენოთ იგივე ჩემს ვერ ნახსენების სანქციები. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია მოგზანებისთვის. კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ნუ მოჭრით ნურც ნაცვლს და გაუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს. ეს ყველანაირი თქვენი სიტყვა ესმის მცენარეს. მე ესე უყურებ. ყველანაირ მცენარეს შეუძლია გაიგოს შენი სიყვარულიც, გაბრაზებაც და ჩახუტებაც. ის ამას გრძნობს. ნამდვილად ასე. გაუფრთხილდით გაუფრთხილდეთ ჩვენს ბიომრავალფეროვნებას. დიდი მადლობა ნათია იორდანიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.